პოლონეთი უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას მასპინძლობს, სადაც მომდევნო 2 დღის განმავლობაში იმაზე იმსჯელებენ, თუ როგორ შეუწყონ ხელი ომში მყოფი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ აღდგენას, მას შემდეგ რაც კონფლიქტი დასრულდება. ქალაქ გდანსკში ამ მიზნის გარშემო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ბიზნეს სექტორის დიდი წარმომადგენლობა ჩავიდა. საერთაშორისო ფორუმის ერთ-ერთი ამოცანა ისაა, რომ მათ უკრაინის აღდგენის საქმეში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო კონტრაქტების მომპოვება შეძლონ. ამ შემთხვევაში აქცენტი პოლონურ ბიზნესზეა. შეხვედრა კი პოლონეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალის ფონზე მიმდინარეობს, რის გამოც პარტნიორ სახელმწიფოში არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლდიმირ ზელენსკი, არამედ პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ჩავიდა. ამ გზით შეეცადა კიევი მნიშვნელოვანი კონფერენციისთვის უხერხულობა აერიდებინა თავიდან, რომელიც მხარეებს შორის მე-20 საუკუნის ისტორიის ირგვლივ წარმოიშვა. საქმე ისაა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლდიმირ ზელენსკის პოლონელმა კოლეგამ კაროლ ნავროცკიმ რამდენიმე დღის წინ ოქროს არწივის ორდენი ჩამოართვა. მას შემდეგ რაც თავად ვოლდიმირ ზელენსკი მაისში ერთ-ერთ ელიტურ სამხედრო დაჯგუფებას ეგრეთ წოდებული უპას გმირების სახელი მიანიჭა. ვარშავაში ამ პარტიზანულ დაჯგუფებას მიიჩნევენ პასუხისმგებლად პოლონელების მასობრივ ხოცვა ჟლეტაზე მეორე მსოფლიო ომის დროს. კიევში კი მათ საბჭოთა კავშირისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დიდ პატივს სცემენ. ჩამორთმეული ორდენი უკრაინის პრეზიდენტმა ვარშავაში დაუყოვნებლივ გაგზავნა. მასთან ერთად იგივე ჯილდოზე უარი თქვეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმაც. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც პრეზიდენტი კაროლ ნავროცკის პოლიტიკური ოპონენტია, სიტუაციის დამშვიდებას სცადა. მან აქცენტი მეტად კონფერენციაზე გადაიტანა, რომლის ფარგლებშიც 200 შეთანხმების ხელმოწერაა დაგეგმილი. მასთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიანი, გერმანელი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი დევიდ ლამი და სხვა არაერთი ლიდერი. აქ უკრაინა უცხოელ პარტნიორებთან ერთად არაერთი შეთანხმების გაფორმებას აპირებს, მათ შორის უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც, რომელიც რუსულმა საჰაერო დარტყმებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დააზიანა.